მოგესალმებით ყველას. დღეს ვისაუგრებთ ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სიახლეზე, ChatGPT აგენტზე. ეს არის მნიშვნელოვანი გარდაქმნა AI სფეროში, რადგან ChatGPT, რომელიც აქამდე ძირითადად კონვერსაციულ ინტერაქციაზე იყო ორიენტირებული, ახლა იქცევა პროაქტიულ, ავტონომიურ ციფრულ ასისტენტად. ეს ახალი შესაძლებლობა, რომელიც OpenAI-მ 2025 წლის 17 ივლისს წარადგინა, ChatGPT-ის AI შესაძლებლობებს ახალ დონეზე აიყვანს. სტანდარტული ChatGPT მოდელები ძირითადად ტექსტის გენერირებასა და მომხმარებლის შეკითხვებზე პასუხის გაცემაზეა ფოკუსირებული. ChatGPT აგენტი კი ამ საზღვრებს სძლება და მომხმარებლის სახელით რეალური, კომპლექსური ამოცანების შესრულებას იწყებს. მოდით უფრო დეტალურად განვიხილოთ, რა არის ChatGPT აგენტი. ეს არის OpenAI-ის მიერ შექმნილი ფუნქცია, რომელიც ChatGPT-ს შესაძლებლობას აძლევს არა მხოლოდ ისაუბროს ამოცანებზე, არამედ რეალურად შეასრულოს ისინი. ტრადიციული დიდი ენობრივი მოდელები, როგორიცაა IBM Granite მოდელები, პასუხებს მათი საწვრთნელი მონაცემების საფუძველზე აწარმოებენ და შეზღუდული არიან ცოდნისა და მსჯელობის შესაძლებლობებში. ამის საპირისპიროდ, აგენტური ტექნოლოგია იყენებს გარე ინსტრუმენტებს განახლებული ინფორმაციის მოსაპოვებლად, სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციისთვის და კომპლექსური მიზნების მისაღწევად ქვედა ამოცანების ავტონომიურად შესაქმნელად. ამ შესაძლებლობის გასაგებად წარმოიდგინეთ LLM, ანუ დიდი ენობრივი მოდელი, როგორც აგენტის ტვინი, რომელიც იძენს ხელებს, ანუ ინსტრუმენტებს, რათა ურთიერთქმედება მოახდინოს ციფრულ გარემოსთან. ეს ცვლის მომხმარებლის ინტერაქციის მოდელს პასივიური ინფორმაციის მოხმარებიდან ამოცანების აქტიურ დელეგირებამდე, რითაც აღარ არის საჭირო ადამიანის განსჯა და მოქმედება AI-ის მიერ გენერირებულ შედეგზე. ChatGPT აგენტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის ავტონომიური ამოცანების შესრულების შესაძლებლობა. ეს ნიშნავს, რომ აგენტს შეუძლია დაიწყოს და დაასრულოს მრავალსაფეხურიანი სამუშაო პროცესები მუდმივი ადამიანის ჩარევის გარეშე. წარმოიდგინეთ, რომ მას შეუძლია ვებ-გვერდების დათვალიერება, მონაცემების მანიპულირება, პრეზენტაციების შექმნა, კოდის გაშვება და ანალიზის ჩატარება და ეს ყველაფერი ავტონომიურად. ამ შესაძლებლობას მივყავართ უფრო მაღალი ხარისხის შედეგებამდე, თუმცა ამას შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე მყისიერ პასუხებს, რადგან ის სიღრმისეულ კვლევას ატარებს. ადრე ჩატბოტები ტვინის გარეშე პირს გავდნენ, მათ შეეძლოთ ტექსტის გადმოცემა, მაგრამ ვერაფერს აკეთებდნენ მასთან. ახლა კი ChatGPT აგენტის მეშვეობით ეს პრობლემა მოგვარებულია, რაც ხაზს უსვამს მისი ავტონომიური შესაძლებლობების გარდამქმნელ ბუნებას. ChatGPT აგენტები აღჭურვილია ინსტრუმენტების მძლავრი ნაკრებით, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს შეასრულონ კომპლექსური და მრავალფეროვანი ამოცანები. ეს ინსტრუმენტები აგენტს აძლევს ხელებს ციფრულ სამხაროში მოქმედებისთვის. ერთ-ერთი მათგანია ვებ-დათვალიერება, Web Search Tool. აგენტებს შეუძლიათ ვებ-გვერდების დათვალიერება, ინტელექტუალური ნავიგაცია, შედეგების გაფილტრვა, ღილაკებზე დაჭერა, ფორმების შევსება და ინფორმაციის შეგროვება. შემდეგ გვაქვს კოდის ინტერპრეტაცია, Code Interpreter Tool, რომელიც აგენტს საშუალებას აძლევს კოდის დაჭერისა და გაშვების, სკრიპტების შესრულებისა და მონაცემთა დამუშავებისთვის ვირტუალურ გარემოში. ფაილებთან მუშაობის File Search Tool შესაძლებლობა გულისხმობს ფაილების ძიებას, ჩამოტვირთვას, არქივების გახსნას, კონტენტის ორგანიზებას და ფაილების, მაგალითად სურათების ან ცხრილების შექმნასაც კი. და ბოლოს, გამოსახულების გენერაცია, Image Generation Tool, რომელიც აგენტებს საშუალებას აძლევს მყისიერად შექმნან სურათები, რაც სასარგებლოა კრეატიული კონტენტისთვის. ჩვენ ასევე ვხედავთ მოწინავე შესაძლებლობებს, რომლებიც ChatGPT აგენტებს განსაკუთრებით ინტელექტუალურ და ადაპტურს ხდის. ღრმა კვლევა, Deep Research, ოპერატორთან ერთად აგენტს საშუალებას აძლევს ჩაატაროს ვრცელი კვლევა და განახორციელოს მოქმედებები ამ კვლევის საფუძველზე, რაც იწვევს უფრო მაღალი ხარისხის შედეგებს. ფუნქციების გამოძახება, Function Calling, აფართოვებს აგენტების შესაძლებლობებს ჩაშენებული ინსტრუმენტების მიღმა გარე სისტემებთან და API-ებთან ურთიერთობ. ეს დეველოპერებს საშუალებას აძლევს ნებისმიერი Python ფუნქცია აგენტის ინსტრუმენტად აქციონ. მდგრადი თრედები, Persistent Threads, ასისტენტს API-ის წყალობით ამარტივებს AI აპლიკაციების შემუშავებას შეტყობინებების ისტორიის შენახვით და მისი ავტომატური შემცირებით, რათა შენარჩუნდეს საუბრის თანმიმდევრულობა დროთა განმავლობაში. და ბოლოს, handoff-ები საშუალებას აძლევს აგენტებს ამოცანების დელეგირება მოახდინონ სპეციალიზებულ სუბაგენტებზე, რაც მძლავრი მოდელია კომპლექსური მრავალაგენტური კოოპერატიული სისტემებისთვის.
როგორ მუშაობს ChatGPT აგენტი? მესი ავტონომიური ფუნქციონალობა ეფუძნება კომპონენტების ინტეგრირებულ სისტემას, რომლებიც ერთად მუშაობენ კომპლექსური ამოცანების შესასრულებლად. ყველა ეფექტურ აგენტს აქვს 4 ფუნდამენტური ფენა. პირველი არის მოდელის ფენა, ანუ ტვინი. ეს არის თავად დიდი ენობრივი მოდელი LLM, როგორიცაა GPT, Claude ან Gemini, რომელიც უზრუნველყოფს ძირითად მსჯელობასა და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობებს. შემდეგი არის ინსტრუქციების ფენა, ანუ წესების წიგნი. ეს არის დეველოპერის შეტყობინებები ან სისტემური პრომპტები, რომლებიც განსაზღვრავენ აგენტის ქცევას, მის მიზნებს, შეზღუდვებს და ეთიკურ საზღვებს. მესამე არის ინსტრუმენტების ფენა, ანუ ხელები. ეს არის ფუნქციები ან შესაძლებლობები, რომლებსაც აგენტები იყენებენ კონკრეტული მოქმედებების შესასრულებლად, გარე სისტემებთან და მონაცემთა წყაროებთან დაკავშირებით, როგორიცაა ვებძიება ან კოდის შესრულება. და ბოლოს, მეხსიერების სისტემები, ანუ გამოცდილება, რომელიც გადამწყვეტია აგენტებისთვის კონტექსტის შესანარჩუნებლად. აქ განვასხვავებთ მოკლევადიან მეხსიერებას მიმდინარე საუბრისთვის და გრძელვადიან მეხსიერებას სესიებს შორის ინფორმაციის შესანახად. როდესაც აგენტი მუშაობს, ეს მარყუში მოიცავს უწყვეტ ციკლს. ფიქრი, მოქმედება და გამეორება, სანამ სამუშაო არ დასრულდება. პროცესი როგორც წესი ასე გამოიყურება. აგენტი იღებს შეყვანას, შემდეგ წყვეტს, ჭირდება თუ არა მეტი ინფორმაცია, ან შეუძლია თუ არა პირდაპირ პასუხის გაცემა. თუ ინფორმაცია საჭიროა, ის იყენებს ინსტრუმენტს და იღებს შედეგებს. ეს გრძელდება საბოლოო პასუხის მიღებამდე. მნიშვნელოვანია, რომ ეკრანზე გამოტანილი ნარატივი ზუსტად აჩვენებს, რას აკეთებს აგენტი, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ნებისმიერ დროს შეაჩერონ და აიღონ კონტროლი. აგენტის დიზაინი შეიძლება განსხვავდებოდეს სირთულის მიხედვით, მარტივიდან კომპლექსურ სისტემებამდე. ყველაზე საბაზისო არის მარტივი მარკუშის და მოძიების არქიტექტურა. უფრო მოწინავეა React სტილის მსჯელობის ჩარჩოები, რომლებიც ამატებენ აზრის, მოქმედების და დაკვირვების ნაბიჯებს, რაც აგენტის მსჯელობას უფრო გამჭვირვალეს ხდის. იერარქიული დაგეგმის სტრუქტურები გამოიყენება უფრო კომპლექსური სამუშაო პროცესებისთვის, მაღალი დონის სტრატეგიის ტაქტიკური შესრულებისგან განცალკევებით. მეხსიერებით გაძლიერებული ჩარჩოები აფართოებს საბაზისო აგენტებს დახვეწილი მეხსიერების სისტემებით, რაც მათ საშუალებას აძლევს გაიხსენონ ინფორმაცია სესიებს შორის. და ბოლოს, ყველაზე კომპლექსურია მრავალაგენტური კოოპერატიული სისტემები, სადაც მრავალი სპეციალიზებული აგენტი ერთობლივად მუშაობს კოორდინატორი აგენტის ხელმძღვანელობით. ChatGPT აგენტების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები მართლაც ფართოა. დავიწყოთ პროდუქტიულობით. აგენტებს შეუძლიათ გაანალიზონ თქვენი კალენდარი, მოამზადონ შეხვედრების მოკლე ინფორმაცია, მოიძიონ შესაბამისი კლიენტის ინფორმაცია და მოამზადონ სალაპარაკო საკითხები. მათ ასევე შეუძლიათ ელ-პოსტის მართვა, შემდგომი წერილების ან შიდა განცხადებების პროექტების შექმნა, ანგარიშების, ჩანაწერების შეჯამება და შეხვედრების დაგეგმაც კი. კონტენტის შექმნის სფეროში ChatGPT აგენტები გვთავაზობენ მძლავრ შესაძლებლობებს. მათ შეუძლია შექმნან ბლოგის პოსტები, პროდუქტის აღწერილობები, სოციალური მედიის პოსტები. აგენტს შეუძლია სურათების გენერირება, ვიზუალური კოლაჟების შექმნა ან ყდის სურათების დიზაინი. და, რა თქმა უნდა, მათ შეუძლია იდეების გენერირება კამპანიებისთვის, ტექსტებისთვის, პროდუქტის მახასიათებლობისთვის ან თუნდაც სრული ბიზნეს იდეებისთვის. გარდა პროდუქტიულობისა და კრეატიულობისა, შეუცვლელი ასისტენტები არიან მონაცემთა ანალიზისა და კვლევის სფეროში. მათ შეუძლიათ ჩაატარონ სიღრმისეული კვლევა, დაათვალიერონ ვებგვერდები, მოახდინონ მონაცემების მანიპულირება და გააანალიზონ მომხმარებლის მონაცემები. ასევე, აგენტებს შეუძლიათ ნედლის შეყვანის დამუშავება სტრუქტურირებულ ფორმატებში, როგორიცაა ცხრილები და მონაცემთა ბაზები. მათი გამოყენება შესაძლებელია ბაზრის კვლევისთვის, კონკურენტული ანალიზისთვის და აკადემიური კვლევისთვისაც კი, რესურსების იდენტიფიცირებით და ციტირებაში დახმარებით. რაც შეეხება პერსონალურ და ფინანსურ მართვას, აგენტები გვთავაზობენ პერსონალიზებულ დახმარებას. მათ შეუძლიათ დაგეგმონ კვება, შეიძინონ ინგრედიენტები, დაგეგმონ მოგზაურობა ფრენების მოძიებითა და სასტუმროების დაჯავშნით. ფინანსების მართვაში აგენტს შეუძლია გააანალიზოს ხარჯები, დააკატეგორიოს ისინი და შექმნას ვიზუალიზაციები, ასევე ჩაატაროს ინვესტიციების კვლევა. ისინი ასევე დაგეხმარებიან ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მართვაში, ვარჯიშის გეგმების შექმნით და ქონების მართვის ამოცანებში.
ChatGPT აგენტების ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პრომპტების ხარისხზე. პრომპტ ინჟინიერია აგენტებთან მუშაობისას მოითხოვს სისტემურ მიდგომას. ინსტრუქციების შემუშავების საუკეთესო პრაქტიკა მოიცავს სიცხადეს, მოკლედობის ნაცვლად, იყავით კონკრეტული და გამოიყენეთ მოქმედებითი ზმნები. გამოიყენეთ სტრუქტურა თავისუფალი ფორმის ნაცვლად, მკაფიო სათაურებით. მიეწოდეთ მაგალითები წესების ნაცვლად, რათა აგენტს გაუადვილოთ მოლოდინების გაგება. იყავით კონკრეტული და მიეწოდეთ კონკრეტული ფონური ინფორმაცია და, რა თქმა უნდა, გამოიყენეთ იტერაციული პროცესი, დაიწყეთ, შეამოწმეთ, დახვეწეთ. მრავალსაფეხურიანი ამოცანების მართვისთვის დაყავით კომპლექსური ამოცანები უფრო მცირე მართვად ნაბიჯებად. მრავალაგენტური სისტემების გამოყენებისას ასწავლეთ წამყვან აგენტს ეფექტურად დელეგირება სუბაგენტებზე მკაფიო მიზნებით და ბოლოს მიეცით აგენტებს მითითება, რომ დაიწყონ მოკლე, ფართო შეკითხვებით, შემდეგ კი თანდათან შეავიწროვონ ფოკუსი. ChatGPT აგენტების ხელმისაწვდომობა და გამოყენების პირობები ამჟამად შეზღუდულია, რაც ასახავს მათ განვითარების ადრეულ ეტაპს. ChatGPT აგენტი ეტაპობრივად ხდება ხელმისაწვდომი ფასიანი გამომწერებისთვის დაწყებული Pro მომხმარებლებით, რასაც მოჰყვება Plus და Team გამომწერები. Enterprise და Education მომხმარებლები წვდომას მომდევნო კვირებში მიიღებენ. გამოყენება შეზღუდულია 400 შეტყობინებით თვეში Pro მომხმარებლებისთვის და 400 შეტყობინებით სხვა ფასიანი ტარიფებისთვის. დამატებითი გამოყენება ხელმისაწვდომია კრედიტებზე დაფუძნებული ოპციებით. ეს შეზღუდვები მკაფიოდ მიუთითებს, რომ ეს მოწინავე შესაძლებლობები მნიშვნელოვნად უფრო რესურსინტენსიური და გამოთვლითად ძვირია, ვიდრე სტანდარტული კონვერსაციული მოდელები. შესაბამისად, ფართო, უფასო მიღება შეიძლება შორეული მიზანი იყოს, რაც პოტენციალურად შექმნის ციფრულ უფსკრულს მოწინავე AI-ის გამოყენებაში. მიუხედავად მათი მძლავრი შესაძლებლობებისა, ChatGPT აგენტების განლაგება და გამოყენება მოიცავს მნიშვნელოვან შეზღუდვებსა და ეთიკურ მოსაზრებებს. პირველი არის მიკერძოება. AI აგენტებს შეუძლიათ გააგრძელონ რეალურ სამყაროში არსებული მიკერძოებები, რომლებიც წარმოდგენილია მათ საწვრთნელ მონაცემებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უსამართლო შედეგები. ამ პრობლემის შერბილება შესაძლებელია საწვრთნელი მონაცემების დივერსიფიკაციით, ალგორითმული სამართლიანობის ტექნიკების დანერგვით და რეგულარული აუდიტები. მეორე არის გამჭვირვალობა. მოწინავე AI მოდელების კომპლექსურ არქიტექტურამ შეიძლება შექმნას შავი ყუთის სისტემები, სადაც გადაწყვეტილების მიღების პროცესები გაუმჭვირვალოა. მისი შერბილება ხდება ახსნოდი AI, XAI მეთოდოლოგიების მიღებით და მოდელების ყოვლისმომცველი დოკუმენტაციით. ანგარიშვალდებულობა კი რთული ხდება განაწილებული განვითარების და აგენტების ავტონომიური გადაწყვეტილების მიღების გამო. აგენტი მოქმედებს სამყაროში, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ჩაშებებული მიკერძოება ან შეცდომა შეიძლება პირდაპირ ხელშესახებ და პოტენციურად საზიანო შედეგებად იქცეს. და ბოლოს, მონაცემთა უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა. მომხმარებლებმა თავი უნდა შეიკავონ აგენტისთვის მგრძნობიარე ინფორმაციის გაზიარებისგან, იმის გათვალისწინებით, რომ აგენტს აქვს წვდომა გარე სისტემებზე. დასასრულს, ChatGPT აგენტები წარმოადგენენ მნიშვნელოვან წინსვლას ხელოვნური ინტელექტის სფეროში, რაც ცვლის AI-სთან ურთიერთების პარადიგმას კონვერსაციულიდან ავტონომიურ მოქმედებებამდე. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზე არიან და მომხმარებლებმა უნდა ელოდონ ხარვეზებს, მათი პოტენციალი სამუშაო პროცესების ტრანსფორმაციისთვის უზარმაზარია. მომავალი განვითარება სავარაუდოდ ფოკუსირებული იქნება არაპროგნოზირებად გარემოში საიმედოობის გაუმჯობესებაზე და აგენტ-კომპიუტერული ინტერფეისის გაძლიერებაზე. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ChatGPT აგენტების ოპტიმალური გამოყენება ყოველ შემთხვევაში უახლოეს პერიოდში არ არის სრულად ავტონომიური, დააყენე და დაივიწყე მოდელი. ეს პირიქით მიუთითებს ადამიანისა და AI-ის თანამშრომლობით სამუშაო პროცესზე. ადამიანის ზედამხედველობა და იტერაციული ხელმძღვანელობა გადამწყვეტია საიმედო და მაღალი ხარისხის შედეგების მისაღწევად. ეს სიმბიოზური ურთიერთობა, სადაც აგენტი უზრუნველყოფს ავტომატიზაციის ძალას, ხოლო ადამიანი სტრატეგიულ მიმართულებას, შეცდომების გამოსწორებასა და გაუმჯობესებას, სავარაუდოდ განსაზღვრავს აგენტების წარმატებულ განლაგებას უახლოეს მომავალში.